უცხო ქვეყნის საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეთა სანქცირებისთვის თბილისიდან მადლობას იღებს. გერმანიის მორიგი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ქართული ოცნებისთვის ფასს არ წარმოადგენს. გაკოტრებული ოპოზიციისთვის კი მორიგი ხანმოკლე თავშესაქცევია. ანა ბერძენიშვილის სიუჟეტი. გერმანიის საგარეო უწყება ქართველი ოფიციალური პირებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვას აწესებს. სანქციებს არგუმენტების გარეშე და მცირედი განმარტებით სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებენ. მმართველი გუნდის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ამჯერადაც Deep State-ის ხელიურევია, თუმცა სანქციები ხელისუფლებაზე არ მოქმედებს. სამწუხაროდ ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ და მათი სიარული ძალიან გავს ერთი კონკრეტული ცხოველის მიერ ბრუნვას და სირბილს ერთსა და იმავე წრეზე. ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ ამ სანქციებს, როდესაც აწესებენ, უნდა ჰქონდეს მას თავისი შედეგი და ამავდროულად უნდა იყოს დამაშინებელი ეფექტის მქონე და ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არის ქართული ხალხის ინტერესში. ის რაც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს, მოსწონს რადიკალურ ჯგუფებს. ინფორმაციას გამოქვეყნებიდან მალევე ურეიტინგო NGO სექტორი და ოპოზიციური აქტივი გერმანიის საგარეო უწყებას სანქციისთვის მადლობას უხდის. მადლობა გერმანიას საქართველოს ხალხთან დგომისთვის. მადლობა. მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის. მადლობებთან ერთად კოლექტიური ნაცმოძრაობა ხელისუფლების დამხობის იმედს ისევ ევრობიუროკრატების მხარდაჭერაში ხედავს. როდესაც კონკრეტული პირი სანქცირდება, ეს შეუძლებელია იყოს ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი. ის მაღალჩინოსნები, რომლებიც სანქცირდებიან, პირიქით ამ ქვეყნისთვის ნამდვილად მისასალმებელია, რომ მალე ჩამოშორდნენ ხელისუფლებას. სანამ განულებული აგენტურული ქსელი გაუგებარი სანქციებით ხარობს, სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქმედებებით რადიკალების პატრონები ურეიტინგო ოპოზიციას პოლიტიკურ დღის წესრიგს ხელოვნურად უდგენენ. ესენი ყველანი წარმოადგენენ ჩვენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს. თითოეული ის გაუგებარი სანქცია, რომელი ქვეყნიდანაც მოდის, ის გაუგებარი რეზოლუციები, რომლებიც საიდანაც მოდის, არიან აი ამ აგენტურული ქსელის ლობისტები და იმ Deep State-ის, ასე ვთქვათ, ჩარჩენილი საცეცები ბიუროკრატები და მათ მიერ ხელდასმული პოლიტიკოსები, რომლებიც ჯერ ევროკავშირში მრავლად არიან და ძალიან, ასე ვთქვათ, სუყეთ და ძლიერად არიან წარმოდგენილი. მათ უხარიათ ხოლმე ესეთი საკითხები, ეს გასაკვირი არ არის ხა მათი დღის წესრიგი მთლიანად ემსახურება, რომ რაღაცა ქაოსი შემოიტანონ ჩვენ ქვეყანაში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რამ ძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი და როგორ ეჭიდებიან რაღაცა ხაოსს, რაღაცა სანქციას, იქ ჩამოყავთ რაღაცა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები, ბატონი როთის იმედზე არიან დარჩენილები და ეს არის მათი ძალიან სავალალო მდგომარეობა. Deep State-ის ხელით საქართველოს ინტერესების დაზიანების მცდელობა არაერთხელ ვიხილეთ, თუმცა ამაოდ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის ინტერესს ართმობს.